სურსათის ეროვნული სააგენტო საჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქობულეთში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯუდეს აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. გეგმიური ინსპექტირებისას დეზინფექციის საშუალებების არ ქონა გამოვლინდა. ამასთანავე ობიექტ სტანდარტებთან შეუსაბამო აღჭურვილობა აღმოაჩნდა. სააგენტოს ინფორმაციით ფაქტი აგრარული ბაზრის ხორცის სექციისთვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნეს ოპერატორების დაჯერიმების საფუძველი გახდა. შპს ჯუდეს კუთვნილი აგრარული ბაზრის ხორცის სექცია ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში განაახლებს თუ გენერალურად დასუფთავდება და შესაბამისი აქტი გაფორმდება. ობიექტში არსებულ დარღვევებს შპს ჯუდეს ადმინისტრაციაში ადასტურებენ. აგრარული ბაზარი 1000 ლარით დაჯერიმდა. რაც შეეხება კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებას, თენგიზ ვარშანიძის თქმით პროცესი უკვე დაწყებულია. სამი კრიტიკული შეუსაბამობა აღნიშნული გახდა იმის საფუძველი, რომ თვითონ აგრარულ ბაზარს შეუჩერდა მინდა ხაზი გავუსვა ხორცისა და ხორცის პროდუქტების რეალიზაცია. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, ეს იყო რომ იარაღების და აღჭურვილობების რეალიზაცია არ ხდებოდა. ხორცი 16 კილო ხორცი დაფიქსირდა, რომ იყო შეუმოწმებელი, კერძოდ არ ქონდა გავლილი დაკმისინა დაკმისის შემდგომი შემოწმება ჯანმრთელობის ნიშანდობა ფორმა ნომერი 2 წერილობით მოგმართან შპს ჯუდემ აღნიშნულ აგრარულ ბაზარმა და დღესვე ჩვენი თანამშრომლები მივლენ და გადაამოწმენ კრიტიკულ შეუსაბამობას, თუ ყველაფერი გამოსურვია აღუდგება ხორცსა და ხორცის პროდუქტების რეალიზაცია. თვითონ ჩვენები დანაშაული არ. შენიშნა მივიღეთ 3-4 წლის წინ ფორმალურის გარეშე მოხდა ხორცის შემოტანა. სამწუხარო ფაქტი იყო და ჩვენ თვითონაც დავწერო ადმინისტრება და იყო რაღაც ჭურმანის შენიშვნები, აუჭი უნდა ყოფილიყო ნიკელიც, უნდა ყოფილიყო რაღაც შენიშვნების ხელი წყალი. ჯარიმა 1000 ლარი დაგეკისრა და რომის პასუხისმგებლობა ჩვენ არ გავუძლო და გადავიხდი.